2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნულ რეგიონში მცხოვრებ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას. ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში მთავრობა 60 მილიონი ლარის დამატებით გამოყოფას გეგმავს. კანონის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მატარებლად ითვლება ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე და ზევით მდებარე დასახლება. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად ეს სტატუსი ენიჭება ასევე რამდენიმე რეგიონს, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმს. მართალია ტყიბულის მუნიციპალიტეტი ამ ჩამონათვალში ჯერჯერობით ვერ მოხვდა, მაგრამ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიცის აქტიური ჩართულობით ეს საკითხი დამუშავების პროცესშია. მან ცოტა ხნის წინ ტყიბულის რაიონისათვის მაღალმთიანობის სტატუსის მინიჭების თაობაზე თხოვნით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და რამდენიმე შესაბამის უწყებას. მიმართვის ტექსტში დეპუტატი ჩვენი მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელსა და თავად ქალაქში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას აღწერს, რაც სამომავლოდ რეგიონის მოსახლეობისაგან დაცლის რეალურ წინაპირობას ქმნის. სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს მთის ეროვნულ საბჭოს, რომელიც მაღალმთიანი დასახლების ნუსხას შეიმუშავებს. ტყიბულის სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ამ კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში სხვებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი ქალბატონი ელისო ჩაფიცეცაა. სწორედ მთის საბჭომ პრემიერის თავმჯდომარეობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტყიბულისათვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური აქტი, ჩემი აზრით, ეს არის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი, ასევე მაღალმთიანი რეგიონულ კომიტეტში მზადდება დეპრესიული რეგიონების შესახებ კანონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში სოციალური თვალსაზრისით მყოფ რეგიონებს მისცემს დამატებით სტიმულებს. ეს არის როგორც გარკვეულწილად საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პენსიონერებისათვის გათვალისწინებული შეღავათები, ასევე გარკვეული საგადასახადო შეღავათები იმ კომპანიებისათვის, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში დაიწყებენ საკუთარ წარმოებას. მაგალითად, ისინი განთავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან 10 წლის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული იქნება სწორედ მაღალმთიან რეგიონებში იმისათვის, რომ წახალისდეს ბიზნესის განვითარება. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი რაიონის ბედი ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონპროექტმა პირდაპირ თქვა, რომ 1000 და 1500 მეტრზე უფრო მაღლა მყოფი რეგიონები ავტომატურად უკვე კანონის მიერად ხდებიან მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის მატარებლები და მათ მიმართ შეღავათები ამოქმედება 2016 წლის 1 იანვრიდან, მაგრამ ასევე კანონით განისაზღვრა ისიც, რომ 800 ჰიფსომეტრიულ მეტრ სიმაღლეზე მდებარე რაიონებისათვის და უფრო მაღლა პრემიერის დადგენილებით გახდება შესაძლებელი, რომ მიიღონ მათ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი. კანონის მეორე მუხლის თანახმად, სწორედ მთის საბჭო განიხილავს და შემდეგ პრემიერი ამტკიცებს მაღალმთიანი რეგიონების სტატუსს. ჩვენ უკვე მივმართეთ, როგორც გამგეობამ და საკრებულომ, ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ, საქართველოს მთავრობას, რეგიონული განვითარების სამინისტროს იმისათვის, რომ დროულად მოხდეს წარდგინება მთის საბჭოსათვის ტყიბულის რეგიონში არსებული პრობლემების. ჩვენთან მოგეხსენებათ, რომ სოფლების უმეტესობა და თავად ტყიბული მდებარეობს 800 მეტრზე უფრო მაღლა, საკმაოდ მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ასევე ჩვენთან სამწუხაროდ სიკვდილიანობა არის უფრო მაღალი, ვიდრე შობადობა. პენსიონერების რიცხვი თითქმის შეადგენს და სოციალურად დაუცველებით მოსახლეობის თითქმის ნახევარს და ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, პლუს მცირე მოსავლიანობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი სწორედ მთის საბჭოს და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უნდა მიენიჭოს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ტყიბულში არსებული შეღავათები ამოქმედდება ისევე როგორც უკვე კანონის მიერ აღიარებულ რეგიონებში 2016 წლის 1 იანვრიდან. რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერდი ამ კანონს შეღავათებს და განსაკუთრებით პროგრამებს, რომლებიც უნდა შემუშავდეს და შემდეგ განხორციელდეს, მიმეჩნია, რომ ეს არის ყველაზე მთავარი. შეეხება იმას, რომელ დასახლებებზე შეიძლება ეს გავრცელდეს. როგორც მოგეხსენებათ, კანონით განისაზღვრება ეროვნული საბჭო, რომელიც მიიღებს
წინადადებებს და შემდეგ მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. ახლა ზოგიერთი რეგიონი თავისთავად განისაზღვრება, ესე იგი პირდაპირ ზღვის დონიდან მდებარეობის მიხედვით. ხოლო ზოგიერთი დასახლების თაობაზე შესაძლოა მთავრობა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება. ეროვნულმა საბჭომ უნდა განეხილოს წინადადებები და შემდეგ წარუდგინოს მთავრობას. ზემოთაღნიშნული კანონის ქვეშ მოხვედრილი რეგიონების მოსახლეობა მნიშვნელოვანი სოციალური შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს, რომელიც თითქმის ყველა კატეგორიას თანაბრად მოიცავს. მათ შორის პენსიონერებისათვის 20%-იანი დანამატი ამოქმედდება, პედაგოგებისთვის კი 35%-იანი. მსგავსი წახალისებები შეეხება სამედიცინო პერსონალსაც. ყოველი ახალდაბადებული ბავშვისათვის 1 წლის განმავლობაში 100 ლარიანი დახმარება გაიცემა, ხოლო მესამე შვილის გაჩენის შემთხვევაში მშობელი 200 ლარს 2 წლის მანძილზე მიიღებს. მაღალმთიან დასახლებაში ზამთრის პერიოდში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 50% სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იმედითელის მაღალმთიანი რეგიონის ნუსხაში მოხვედრას და საამისოდ არგუმენტებიც მრავლად მოჰყავს. ისეთი კრიტერიუმები, როგორც არის მაგალითად დემოგრაფიული მდგომარეობა, ეს მიგრაციული პროცესი განწყვეტებული, დაცარიელებულია სოფლები. თითქმის აღარ დარჩა რა, ეს მაცხოვრებლები სოფლებში არის ისეთი სოფლები და იმ სოფლებში ისეთი უბნები, რომ იქნებ ზამთარში ალბათ ერთი კაცი ხედავს თელ სოფელს და ესეთი რაღაცა და თუ კი ეს შეღავათები იქნება და აღდგება და რაღაცა პრინციპში, რა ვიცი, მე მგონი ხალხიც მოbrunდება. ძალიან საჭირო არის და აუცილებელი არის ჩვენი რაიონისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის, თუ კი აი ეს კანონი ამოქმედდება და ჩვენ მოხვდებით, თუ ახლა რაჭა-ლეჩხუმი თუ შედის და მათ თუ უნდა შეეხოთ, ამბროლაური ბევრად დაბალი არის ჩვენზე. აუცილებელი არის, რომ ეს კანონი ამოქმედდეს და ეს ჩვენი მუნიციპალიტეტი მოხვდეს აი იმ ნუსხაში. უპირველეს ყოვლისა ვთვლი, რომ ტყიბული უნდა გავიდეს კი არა, თავის დროზე არ უნდა გამოსულიყო ამ კატეგორიიდან, რადგან ძალიან ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ ტყიბული იყოს, გადიოდეს მაღალმთიან რაიონების შემადგენლობაში. უპირველეს ყოვლისა, ჯერ საერთო სიცოცხლის ხანგრძლივობა მაინც დაბალია, ეს შეეხება, მე მგონი, როგორც ინფორმაცია მაქვს, პენსიონერებს. ეს შეეხება სხვადასხვა გადასახადებს, ეს შეეხება პედაგოგებს და სამედიცინო პერსონალს. იგითი მოქალაქე ვთვლი, რომ აუცილებელია ტყიბული იყოს მაღალმთიან ზონაში, რადგან ძალიან დიდია გადინება ახალგაზრდების, შობადობამ უკვე იკლო რამდენი წელია და აი ეს შეღავათები როგორღაც ჩემი აზრით შემოაბრუნებს ხალხს რაიონისკენ. მივესალმები ამ მაღალმთიან იმას. დაახლოებით 45 წელი ვემსახურე პრესას, ტყიბულის გაზეთს, 45 წელი. და პენსიას უნდა დამენიშნა 60 წელს. მაგრამ ნუ რა ვიცი ახლა დროებამ და რაღაცა და მე მივესალმები, აი თქვენი იდეას მივესალმები და თანახმავა. ყველა ტყიბულებს თხოვ. ტყიბული იყო მაღალმთიანი და უნდა იყოს ისე. თუკი ქალბატონი ელისო აღადგეს ამ ჩვენს რა ქვია სტატუსს მივესალმები. კარგი იქნება თუ კი ჩვენ რეგიონს მიენიჭება მაღალმთიანი სტატუსი უბრალოდ და იქნება ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოსახლეობისთვის, რომ ალბათ ძალიან დიდი შვება იქნება თითოეული მოქალაქისთვის, არა მარტო ერთეულებისთვის, არამედ მართლა ყველასთვის. თუნდაც მარტო იმისთვის ღირს ეს მაღალმთიანი ზონის სტატუსი რომ მიენიჭოს ჩვენს რაიონს, რომ საშემოსავლოსგან მაინც განთავისუფლდება ხალხი, რომელსაც ისედაც ძალიან მცირე ხელფასი აქვს და ეს მცირე ხელფასი კიდევ უფრო ძიმეტვირთა დააწვებათ ეს 20%-იანი საშემოსავლო. კანონი გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხსაც არეგულირებს, რაც მთის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას უკავშირდება. მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსის მატარებელი ბიზნესი 10 წლის ვადით ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდება. მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ აქ საუბარია წარმოების განვითარებასა და ახალი პროდუქტის შეთავაზებაზე, რაც სამომავლოდ მთაში სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს. ამიტომ არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ აქ მეწარმეს მთის რაიონში პრემიერმა განაცხადა ამის თაობაზე, რომ გადასახადები მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდება, ასე რომ მე თუ მექნება საშუალება პირადად შევხვდე ხალხს, კარგი იქნება, თუ არა თქვენი ტელევიზიის მეშვეობით მინდა რომ უსურვო საუკეთესო
და იცოდეს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მათზე ზრუნავს და ფიქრობს. უკვე მიღებულია გადაწყვეტილებები ხელფასების შემოსავლების სოციალური დახმარებების ზრდის შესახებ და ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, კიდევ მეტი იქნება. იქნება მთის განვითარების ეროვნული საბჭო, სადაც შედიან დეპუტატები, მაჟორიტარი დეპუტატები, ექსპერტები, გუბერნატორი. საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდება იმის დადგენა, რომ რომელი სოფლები შეიძლება მოხდეს, იქ შეიძლება თუ არა ტყიბული მოხდეს. სადაც შორის წერილი შემოვიდა ხალბატონი ელისოსგან, ჩვენთან თხოვნით, რომ რეკომენდაცია გაუწიოთ ჩვენ. გამონათვალი ეგ სოფლების სამწუხაროდ აღარ მახსოვს, ერთი მუხურა მახსოვს და ერთი 10 სოფელია, მგონი, რომელიც 800 მეტრს ცილდება, 800 მეტრის სიმაღლეზე მაღლა არის. და ასეთი მით იყო ჩემთან მომართვა, რომ მე მივიღო რაღაც გადაწყვეტილება, რომ როგორც თიულეთი, გუდამაყარი, შავხევსურეთი და რაღაც ისე სიმაღლის მიუხედავად მოხვდა ამ კანონში. ისე მოხდეს ეს სოფლები. მე შევპირდი, რომ რაღაც რეკომენდაციას გავუწევდი დაუშვათ ამ სოფლებს. აქ ისმებოდა კითხვები, ესეთ შეღავათები რატო მაღალმთიანს როგორი ასე. უმეტესად ამის არგუმენტები არის ის, რომ თა მაინც დაიცალა, თითქმის დაიცალა. თა სასაზღვრო ზონებია უმეტესად. ძალიან კარგი იქნება თუ მათ პროექტი განხორციელდება. პენსიონერებისთვისაც, პედაგოგებისთვის და საერთოდ ყველა მოქალაქისთვის. ნამდვილად კარგი იქნება. თუ კი გადასახადები შეგვიმცირდება და დაგვიწესდება რაღაცა ისეთი შეღავათები, რასაც ახლა ჩვენ მაგალითად ვიხდით, ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება. ჩვენ დეპუტატს ძალიან დიდ მადლობას ვეტყვით. 2002 წლის მონაცემებით 164 სოფელი უკვე გაუკაცრიელდა, ხოლო 152-ში 10-ზე ნაკლები კაცი ცხოვრობს. ამ ტენდენციის გათვალისწინებით მთიანი რეგიონების განვითარებისათვის სახელმწიფოსაგან ხელშეწყობა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საგულისხმოა, რომ მთის ეროვნულმა საბჭომ მუშაობა უკვე დაიწყო და ტყიბულის მიმართ პოზიტიური განწყობები ნათლად იკვეთება.